თვითონ ეგ ავტობუსი მომწონს ახლა ხო არ ვიტყვი რა ცუდია მაგრამ ნუ 226 ავტობუსი იყიდა 55 მილიონ ლარზე დავებიან რომ არის სხვაობა ანუ სულ დაუჯდა თლიანად 250,000 евро დაუჯდა თითო ერთი ცალი აი მაგალითად ანკარას რომელმაც იყიდა ზუსტად იგივენაირი ავტობუსები დაუჯდა 170,000 ანუ $80,000 სხვაობა იყო შე ვერ მივხვდი რა გააკეთა მათ ფული ანუ წესით და რიგით ნორმალური ხელისუფლების პირობებში ამ ავტობუსებს ედით სადღაც 150,000 ევროთ. იპმა 250 გადაიხადა. სკამები რო გააძო 12,000 ლარიანი. წარმოუდგენელი და ისე ნაგვის ურნები იმ ურნის ამოღება თუ გინახავთ. და იმ მეზოების და დასუფთავების სამსახურის ხალხის გინება. რომ აი რა დღეში არიან. მაგრამ აი ეს მილანში მაქვს ნანახი. აი ნონსენსი რა არის 30,000 ლარი ნაგვის ურნაში და ლარი და 5 თეთრი ადამიანს. ანუ 30,000 ლარის ნაგვის ურნა ბიჭო ადამიანს არაფერი არ აქვს რომ ჭამოს და მე იმ ნაგავში ჩააგდოს ლარი და 5 თეთრად აჭმევ 30,000 ლარს როგორ იხდი ნაგვის ურნაში ეს კამში 12,000 ლარი როგორ უნდა გადაიხადო და რა შვებოდა ეს კამი ლაპარაკობდა ღეჭავდა რა ვიცი რასაკეთებდა არ ვიცი ნაგვის ურნა რასაკეთებდა 30,000 ლარი ნაგვის ურნაში რატომ უნდა გადაიხადო